ნაყიდი წიგნი ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიკითხო, ფილმს თავიდან უყურო, მუსიკას თავიდან მოусმინოთ და როგორც წესი პრობლემა არ შეგექმნებათ. ის რაც ძველ smartphone-ებში გქონდათ, თავისუფლად შეგიძლიათ გადაიტანოთ ახალში, ან თავიდან გადმოიწეროთ. დღეს იშვიათად მოიძებნება პროგრამა, რომელიც ძველი თაობის smartphone-ებზე გქონდათ, მაგრამ ახალზე ვეღარ იწერთ, რადგან ყველაფერი სტანდარტიზირებულია დაწყებული კოდით, რომელიც მათი შექმნისთვის არის საჭირო, დასრულებული გაფორმებით. აი, თამაშების ინდუსტრიასაც შეეხება აქ ცოტა რთულად არის საქმე. ვიდეო თამაშების ინდუსტრია უკვე ლამის 50 წელს ითვლის და დაიწყო ეს ყველაფერი 1972-ში, პირველი საშინაო კონსოლის Magnavox Odyssey-ის გამოსვლით. დღევანდელი კონსოლებისგან განსხვავებით, სადაც ყველა კონსოლში პლუს-მინუს ერთი და იგივე ჩიპია, ან ერთი და იგივე კომპანია ემსახურება, თამაშის გადატანა, თქვათ PlayStation-დან Xbox-ზე, ან Xbox-დან PlayStation-ზე უბრალოდ დროის საკითხია. ადრე მსგავსი ქმედება ან უდიდეს ძალისხმევას მოითხოვდა, ან რიგ შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რადგან თითოეული კონსოლი უნიკალურ, მხოლოდ მისთვის შექმნილ, ჩაკეტილ არქიტექტურაზე მუშაობდა. ამის ნათელი მაგალითი ჰარი პოტერის თამაშების სერიაა, სადაც ყველა პლატფორმას თავისი ვერსია ჰქონდა. იყო ვერსია PlayStation პირველისა და ორისთვის, პირველი Xbox-ისთვის და Xbox 360-ისთვის, Nintendo Game Boy-სა და Nintendo DS-ისთვის. ან უფრო ძველიდან Disney-ის ანიმაციური ფილმის ალადინის მოტივებზე შექმნილი თამაში. 3 სხვადასხვა ვერსია გვაქვს, თუმცა ყდა და მარკეტინგი ერთი იყო. ისიც თქმა მინდა, რიგი თამაშები ჩაკეტილია საკუთარ სისტემაზე და მათ ფლობელებს არა აქვთ სურვილი მათი ადაპტირების, თავიდან გამოშვების ან განახლებისა. ზოგი ლიცენზიური უფლებების დასრულების გამო აკეთებს ამას, ზოგს კი უბრალოდ მიაჩნია ეს არარენტაბელურად. ვიტყოდი მე 2015 წელს. ეს სიტუაცია დიამეტრალურად საწინააღმდეგოა. რემასტერები და რიმეიქებით სავსეა ვირტუალური ბიბლიოთეკები. ახალი სახელები და სათაურები უკვე იშვიათობაა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ინდუსტრია დაშრა, გაშეშდა, ორიგინალურობისგან დაიცალა. ახალი იდეები ძალიან ცოტაა. 90% მსხვილი ეგრეთ წოდებული AAA თამაშებისა, ეს ან გაცოცხლებული კლასიკა, როგორიც უახლესი ინდიანა ჯონსი, ან შელამაზებული კუბოკრული მექანიკებით სავსე ნოსტალგია, როგორიცაა მაგალითად Oblivion Remaster-ი, ან მესამე ხარისხოვანი სულის და ქარიზმის ამქონე ნაგავი, მსხვილი მწარმოებლებისაგან. ნათელი მაგალითი Ubisoft-ია და მისი 5 ასობით მილიონიანი, ეგრეთ წოდებული quadruple A თამაშები. 5-ვე ფინანსური კატასტროფა იყო, რის გამოც Ubisoft-მა მისი აქტივები მიყიდა ჩინურ კომპანია Tencent-ს. ასე რომ არ იდარდოთ როგორც აგრძელებდნენ, ისე გააგრძელებენ არსებობას, უბრალოდ ჩინური დროშების ფერებში. მაგრამ მოდი ჩვენ მივუბრუნდეთ თემას. არსებობს ძველ ვიდეო თამაშებთან მუშაობის 4 ძირითადი მეთოდი. კომპიუტერზე ძველი თამაშების დიდი ნაწილი ფანატების მხარდაჭერით მუშაობს უკვე ახალ სისტემებზე. მოდიფიკაციების ან უფრო იშვიათ შემთხვევაში სისტემურ კოდში ჩარევით. კონსოლებზე ასეთი რაღაც თითქმის არ გვხვდება, ამიტომაც გვჭირდება რემასტერები. კონსოლებზე რემასტერი ჩვეულებრივ ნიშნავს ძველი თამაშის ახალ სისტემაზე პორტირებას, თამაშის პროცესის ცვლილების გარეშე. გრაფიკა ცოტათი უკეთესი და თვალისთვის უფრო სასიამოვნო ხდება. გამოსახულების მაღალი გაფართოებისა და შესაძლო შუქჭრილი ცვლილების ხარჯზე. ამას კიდევ გაზრდილი კადრული სიხშირეც ემატება, როგორც წესი ეს 60 კადრია წამში. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლო მაღალი ხარისხის ტექსტურებიც დაამატო და შუქჭრილი გაუმჯობესო, მაგრამ ეს უკვე რისკია. ზუსტად ასე დაემართა Mass Effect-ის ტრილოგიას. მასში უდავოდ უფრო მკაფიო და ლამაზი გახდა ყველაფერი, მაგრამ მას ძალიან სპეციფიური sci-fi სტილი ჰქონდა, რომელიც მთელს ისტორიას ატმოსფეროს უქმნიდა. ახალ განათებასთან და ფერთან ერთად კი თითქოს ყველაფერი უფრო ნათელი და კაშკაშა გახდა, რის გამოც იგივე თამაშიც კი სრულიად სხვანაირად აღიქმება. ასეთ მარტივ ამოცანასაც, როგორიცაა ძველი თამაშის ახალ სისტემებზე გადატანა, თავისუფლად შეუძლია ჩავარდნა. ამის საუკეთესო მაგალითია Silent Hill HD Collection. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პორტის ავტორებს არ ჰქონდათ წვდომა ორიგინალ კოდზე. PlayStation 3 და Xbox 360 ბევრად უფრო ძლიერი კონსოლებია, ვიდრე მათი წინამორბედები და ლოგიკურად ჩანდა ხედვის მანძილის გაზრდა. გაერკვა, რომ Silent Hill-ის სკელი ნისლის მიღმა არაფერია. ის დამატებული იყო PlayStation 1-ის გამოდელი სიმძლავრის სისუსტის გამო. მას არ შეეძლო ერთდროულად ეჩვენებინა ასეთი რთული არქიტექტურა და გარემო. დაამატეს ნისლი და პრობლემაც გაქრა, რადგან რაც ნისლშია არ ჩანს, შესაბამისად არცაა საჭირო მუდმივად მისი ასახვა ეკრანზე. ყველა ობიექტი თქვენს წინაშე ჩნდებოდა რეალურ დროში, რასაც ნისლი ფარავდა. ამან ერთდროულად მოაგვარა ტექნიკური შეზღუდვის პრობლემა და შესძინა თამაშს
მისი განუმეორებელი სტილი. და როგორც კი ხედვის მანძილი გაზარდეს, ეს სიცარიელე თვალშისაცემი გახდა. რემასტერი არსით კარგი რამაა. ძველი აუდიტორია ნოსტალგიას მიეცემა, ხოლო ახალი აუდიტორია კლასიკას ეცნობა. ნომერი 2. რიმეიკი, ხელახლა შექმნილი ვერსია ან გადაკეთებული ვერსია. რემასტერი მარტივი რამაა, მაგრამ არსით თამაში მაინც ძველი რჩება. ახალმა მოთამაშემ რო შეხედოს ამას, იტყვის ეს ძველი ყაიდის ხალხს დაუტოვოთო. სწორედ ასეთი მომენტებისთვის საჭიროა უკვე რემასტერი. როდესაც თამაში იგივე რჩება სიუჟეტით, მაგრამ გადადის ახალ ძრავზე და მთლიანად ეცვლება გრაფიკა. იდეალური მაგალითია Shadow of the Colossus. მას საერთოდ 3 რიმეიკი ჰქონდა, PlayStation 2-დან 3-ზე და 3-დან 4-ზე. უფრო ახალიდან კი Demon's Souls-ი. მაგრამ აქ უფრო მეტი სივრცეა შეცდომებისთვის, ვიდრე რემასტერში. ავიღოთ მაგალითად Warcraft 3 Reforged. პრობლემა მხოლოდ ტექნიკურ მხარეში არ იყო. თამაშს შეუცვალეს მთელი ვიზუალური სტილი. მულტფილმისებრიდან გადავიდნენ ფსევდორეალიზმზე და მთლიანად დაკარგეს Warcraft 3-ის იდენტობა. გარდა ამისა, ყველა პერსონაჟი ერთმანეთივით გამოიყურებოდა, რაც RTS-ისთვის, სტრატეგიისთვის რეალურ დროში. კრიტიკულია, ბრძოლაში ვეღარ არჩევ ვის რა როლი აქვს, ასე რომ ზიანი მრავალმხრივი იყო. სიკეთის მიყენებას არ გადაურჩა Prince of Persia Remake, რომელსაც Ubisoft-ი აკეთებს. ორიგინალს აღმოსავლური ზღაპრის მულტფილმის მსგავსი ატმოსფერო ჰქონდა, რაც ძალიან უხდებოდა სიუჟეტს, მაგრამ ახალში ყველაფერი რეალიზმზე გადაწერეს და სულაც არ აქვს მნიშვნელობა ლამაზად დახატეს თუ არა, სტილისტიკა შეცვალეს და ერთგვარი აღმოსავლური ზღაპრის, აი სპეცი დაუკარგეს თამაში, რაც სამწუხაროა. დაწინააღმდეგო პრობლემა გვაქვს Crash Bandicoot-ის რიმეიკში. როცა გრაფიკა გადახატეს ორიგინალის პატივისცემით, მაგრამ სხვა პრობლემები გამოჩნდა. თვითონ Crash Bandicoot-ი არის ძველი თამაში, ძველი level design-ით, რომელიც შეცდომებს არ გპატიობს, ზოგან ზედმეტად რთულია და level design-ის გარკვეული გადაწყვეტილებები დღეს უბრალოდ გაუგებარია. ყველა ვინც თამაშობდა, ალბათ დღემდე ესიზმრება ის დაწყევლილი ხიდი. მოკლედ რო ვთქვათ, ეს არის 96 წლის თამაში, იგულისხმება წელი, რომელშიც გამოვიდა, უბრალოდ ჭკუიალა შეფუთვაში. მხრივ კი Crash Bandicoot-ის წარმატებამ, რიმეიკის წარმატებამ აჩვენა, რომ ხალხი ჯერ კიდევ დაინტერესებულია მსგავსი თამაშებით და ისიც მეოთხე ახალი ნაწილით, რომელიც არის შეცდომებზე მუშაობა და Bandicoot-ის რეალური ლოგიკური გაგრძელება და არა რიმეიკი. ასე რომ ყველგან ორი მხარეა. ნომერი 3. თავიდან გააზრება. ეს ყველაზე ძვირად ღირებული და რთული საქმეა, რადგან ახალი თამაში იქმნება. რიმეიკისგან განსხვავებით, აქ საჭიროა ახალი level design-ი, ახალი game design-ი, ახალი იდეები და მექანიკები, მაგრამ ორიგინალის იდეების და მექანიკების გათვალისწინებით, რაც ძალიან რთული საქმეა. იდეალური მაგალითია Resident Evil 2 რიმეიკი. ორიგინალში იყო ფიქსირებული კამერა და ბლოკური სისტემა, ანუ თამაში დაყოფილი იყო სეგმენტებად, რადგან PlayStation პირველი სიმძლავრე არ იყო საკმარისი ყველა ოთახი დაეტოვებინა მეხსიერებაში, ხოლო მათ შორის გადასვლით გამოწვეული ჩატვირთვა შენიღბული იყო კარის გაღების ანიმაციით. რიმეიკში კი გააკეთეს თანამედროვე კამერა, მესამე პირისგან საშინელებათა თამაშის სტილში, ხოლო ჩატვირთვის ეკრანი საერთოდ გაქრა. მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად და ტექნიკურად Resident Evil 2 რიმეიკი იყო შესანიშნავი, რეალურად ის სრულიად ახალი თამაშია, ახალი კამერით, ახალი თამაშის პროცესით და ახალი ინტერფეისით. ძალიან სარისკო იყო ეს ცვლილებები, რადგან უმცირესი დეტალის გაშვების შემთხვევაში შესაძლოა პროექტი ფინანსურ კატასტროფად გამხდარიყო, რადგან მოთამაშეებს შეეძლოთ რაღაც არ მოსწონებოდათ. მაგრამ Resident Evil 2-ის რიმეიკის გამოშვებისას კომპანია Capcom-ს პორტატული პლატფორმების გათვალისწინებით უკვე 9 თამაში ჰქონდა ამ სერიაში გამოშვებული და რიმეიკისთვის საჭირო იდეები უკვე შემუშავებული იყო. თავიდან გააზრების დროს ძალიან მარტივია ძველი აუდიტორიის დაკარგვა არასწორი გადაწყვეტილებების მიღებისას level design-ისა და სტილისტიკის არჩევაში. ან ვერ მოიზიდო ახალი აუდიტორია, რადგან რიმეიკები როგორც წესი კეთდება სერიის ყველაზე პოპულარულ ნაწილებზე და არა ქრონოლოგიურად. წიგნის კითხვას მესამე ტომიდან არ იწყებთ. თამაშებზეც იგივე ლოგიკა ვრცელდება. ნომერი 4. ხელახალი გამოცემა ან ხელახლა გამოშვება. ყველაზე მარტივი და იაფი ვარიანტია. თამაში უბრალოდ ხელახლა გამოდის, ახალ პლატფორმაზე. ხშირად უცვლელად. შეიძლება იყოს
კოლექციური გამოშვება, ან რაღაც მეგა სუპერ კოლექცია, სადაც ყველა DLC შედის. ზოგჯერ ასეთ გამოცემებს თან ერთვის რემასტერი ან მცირე გაუმჯობესებები. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმაჩნია გამართლებულად, თუ თამაშის ძველი ვერსიის მფლობელები მიიღებენ ახალს უფასოდ. ან თამაში ეღირება 20-30% საწყისი ფასიდან. მაგრამ ზოგჯერ ეს ერთადერთი გზაა, რომ ძველ თამაშს ახალმა აუდიტორიამ გაეცნოს. ბევრი კლასიკა მხოლოდ ასე გადარჩა, როგორც მოძველებული, ტექნიკურად ჩამორჩენილი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი ვიდეო თამაშების კულტურისა. ამის მაგალითი პირველი Red Dead Redemption-ია, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ წინა თაობის კონსოლებზე და უახლოესი დროიდან Xbox-ის ბოლო კონსოლზე უკუთავსებადობის გამო, Xbox 360-თან. მაგრამ ეს ძველი თამაში იყო და შესაბამისი გაფართოება და კადრული სიხშირე თან ახლდა. Red Dead Redemption პირველის გამოცემამ ყველა აქტუალურ პლატფორმაზე 2023-ში მისცა საშუალება ახალ თაობას გაცნობოდა ვიდეო თამაშების ინდუსტრიის ერთ-ერთ მარგალიტს. მეშვიდე თაობის კონსოლების ეპოქიდან. თუ გაინტერესებთ ვიდეო მათზე არის არხზე. თუმცა $50 მოთხოვნა 12 წლის წინანდელ თამაშზე მაქსიმალურად არაქრისტიანული საქციელია. მეიქები მხოლოდ ვიდეო თამაშებს არ ეხება. ისინი კინემატოგრაფიაშიც ხშირი მოვლენაა. აი მაგალითად ხატრული ფილმი A Star Born. ვარსკვლავი დაიბადა. 3 ჯერ გადაიღეს და 3-ვე ჯერზე აიღო ოსკარი. უკანასკნელმა საუკეთესო სიმღერისთვის. ეს ტენდენცია Resident Evil 2-ის რიმეიქით არ დაწყებულა. Sony ადრეც უშვებდა მისი თამაშების რიმეიქებს ახალ პლატფორმებზე. უბრალოდ Resident-ი პირველი მსხვილი ბრენდია, რომლის წარმატება დამატებითი мотиваცია იყო ისედაც მზარდი და თავისთავადი პროცესისთვის. ისმა ფინანსურმა წარმატებამ უბრალოდ ბიუჯეტები გაზარდა. თუ ადრე მას უყოფდნენ მის მცირე ნაწილს, უკვე დღეს რიმეიქებს უთმობენ ბიუჯეტის იგივე ნაწილს, რასაც უთმობენ ძირითადი თამაშების სერიებს. რადგან, მოდი ერთად ვთქვათ, ნოსტალგია იყიდება. გრაფიკული რიმეიკი ეს რიმეიკია, სადაც იცვლება მხოლოდ გრაფიკა, თამაშის პროცესის და მექანიკების შეცვლის გარეშე. მართლა გითხრათ, არ ვიცი, როგორი დამოკიდებულება უნდა მქონდეს გრაფიკულ რიმეიკებთან. სავარაუდოდ ნეგატიური, რადგან როგორც წესი, გრაფიკულ რიმეიკებს უკეთებენ 2006-2011 წლის თამაშებს, მეშვიდე თაობის კონსოლების ეპოქიდან, როდესაც სტანდარტები უკვე არსებობდა. საუბარია PlayStation 3-სა და Xbox 360-ზე. ამ დროისთვის ინდუსტრიაში უკვე ჩამოყალიბდა გარკვეული სტანდარტები თამაშის დიზაინში, ინტერფეისში, ღილაკების განლაგებასა და დანიშნულებაში, მაგრამ სტანდარტიზაცია ხანგრძლივი პროცესია და 2006 წლისთვის ის ინდუსტრიის ბოლო ფენებამდე არ დალექილა და ჯერ არსებობდა რუდიმენტები ძველი სისტემებიდან, რაც გამოწვეული იყო ძველი, ყველაზე ბანალური ტექნიკური შეზღუდვებით, ან თამაშის შემქმნელების უბრალო გამოუცდელობით. ასეთ თამაშებს არა გრაფიკული, არამედ სრული რიმეიკი სჭირდება. ყველაზე მტკივნეული რუდიმენტია თამაშის პროგრესის შენახვა. როდესაც თქვენ გაქვთ რამდენიმე წერტილი ამისთვის და თუ რაღაც მიზეზის გამო კონსოლი გამოგერთოთ, ან მოგიწია თამაშის გამორთვა, ყველაფერი რაც გააკეთეთ უქმდება და უბრუნდება ბოლო წერტილს, საიდანაც პროგრესის შენახვის უფლება გქონდათ. საშინლად გამაყიზიანებელი იყო, რის გამოც გიწევდათ ერთი და იგივე თამაშის დაწყება ისევ და ისევ. ეს პრობლემა ახალ HD თაობის კონსოლებს აღარ ჰქონდათ, მაგრამ უკვე კლიშე იყო, რომელზეც უარის თქმას რატომღაც არ ჩქარობდნენ. განსაკუთრებით თვალშისაცემია ჰიდეო მიაძაკის შემოქმედებაში. საუბარია Demon Souls-ა და Dark Souls-ის სერიებზე და საერთოდ ჟანრზე, რომელიც მან შექმნა. სანამ ფანატები ააფეთქებდეთ კომენტარებს ზიზღით, ვიმეორებ, პროგრესის შენახვა იყო ტექნიკური შეზღუდვა და არა game design. მაგრამ როდესაც გენიალურმა იაპონელმა დაინახა, რომ არსებობს მასზე დიდი ავადმყოფები, რომლებსაც ასეთი ტანჯვა სიამოვნებს, პროგრესის შენახვის შეზღუდვა გახდა თამაშის ერთ-ერთი მახასიათებელი და გაამართლა ეს ციტატა დაძაბულობის გასამძაფრებლად. ამას თვითონაც მიხვდა. მის უკანასკნელ თამაშებში შენახვის წერტილები და ტელეპორტები უკვე თითქმის ყველა კუთხეშია, რაც ძლიერ მახარებს, რადგან ეს ჩემი საყვარელი თამაშების სერიაა. მაგრამ Demon Souls-ის რიმეიკის შექმნისას ყველა მიღწევა ამ მიმართულებით უგულებელყვეს, რადგან სურდათ ფანატები დაებრუნებინათ იმ დროში, სადაც ჯერ კიდევ შეეძლოთ ბედნიერების შეგრძნება. ის ვერ გათვალეს, რომ ყველას იპოთეკა ულამაზებს ყოფას ან ცოლშვილი ჰყავს და ენთუზიაზმი თუ დარჩათ პირველ ლოკაციას ის არ გაცდებოდა. რადგან მოდით ერთად ვთქვათ, თუ თამაში არ სცემს პატივს თქვენ დროს, თქვენც არ გაქვთ მისჯილი ის ბოლომდე დახუროთ.
მეოთხე მაგალითი კი Elder Scrolls 4 Oblivion remake-ია. უთაისზე ძველი თამაშია და აი მას ნამდვილად სჭირდებოდა ხელის შეხება, მაგრამ არა, ყველა პრობლემა რაც იყო 2006-ში ადგილზეა, თუმცა ვიზუალურად შესანიშნავად გამოიყურება. გრაფიკული რიმეიქების პრობლემა სწორედ ეს არის. ძველი თამაშებია. ახალი გრაფიკა სასიამოვნოა, მაგრამ თამაშის ლოგიკა და პროცესი ძველია, საჭიროებს განახლებას. მაშინ, როდესაც ეს თამაშები გამოდიოდა, იმ დროიდან ინდუსტრიამ რევოლუციური ცვლილებები განიცადა ყველა მიმართულებაში. უბრალო გრაფიკული რიმეიკი დღეს ეს არის ნოსტალგიის გაყიდვის ყველაზე იაფფასიანი მეთოდი. წინ Metal Gear Solid Delta ის კიდევ ერთი რიმეიკი, გრაფიკული რიმეიკი. გული ცუც მიგზნობს. მოდით ახლა კი შევაჯამოთ ყველაფერი ზემოთქმული. რიმეიქები, რემასტერები, ეს ყველაფერი ახალი მეტა ინდუსტრიაში ვერ გაიქცევი და არც უნდა გავიქცეთ. ნოსტალგია კარგად იყიდება, უბრალოდ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს ახალის გამოსვლას. გაცოცხლებული კლასიკა ძალიან კარგია, მაგრამ ძველი იდეების და მექანიკების განვითარება, სრულყოფა, ერთგვარი ევოლუცია უკეთესია. წერეთ თქვენი აზრი კომენტარებში ამის შესახებ. მე ყველას ვკითხულობ და ვცდილობ უპასუხო. ან ახალი იდეები და თემები, რომლებიც გაინტერესებთ ვიდეოებისთვის. ყველაზე საინტერესოს აუცილებლად ავიღებ და ავტორს ვახსენებ ვიდეოში. ეს იყო რეტრო დილეტანტი. მადლობა და ნახვამდის.